კოლეგებო, ფორუმი არის, შეგვიძლია დავიწყოთ ბიუროს ხდომა. ზოგადად გეტყვით, რომ ჩვენ ახლა ახალ ინიციატივებს განვიხილავთ. არის კიდე მიმდინარე საკითხები, რომელიც მესამე მოსმენებით გვაქვს განსახილველი. დღეს ბიუროს ხდომის შემდეგ მიმართავ წერილით საქართველოს პრეზიდენტს რიგგარეშე ხდომების დანიშვნასთან დაკავშირებით ხვალ და ზეგს 16 და 17 დეკემბერს 12 საათზე. და შესაბამისად უკვე რიგგარეშე ხდომის დღის და მიმართავ უკვე კონკრეტული დღის წესრიგით და რიგგარეშე ხდომების დღის წესრიგით ასევე მოგვიანებით დაგეგზავნებათ. ხო, მე წეგან ბატონ თავმჯდომარე, თუ შეიძლება მე ჩვენი საკითხია დღის წესრიგი და ამასთან დაკავშირებით მინდა გნებავთ ეხლა გინდათ. აი რომ მივალთ იმ საკითხზე. საორგანიზაციო მხრივ წეგან ხდომის დაწყებამდე მოგახსენეთ ბიუროს წევრებს, მაგრამ კიდევ ერთხელ მათ შორის საჯაროთაც რომ გახმოვანდეს. რეგლამენტის მიხედვით ხვალ მიუხედავად იმისა, რომ არის სამშაბათი, არის რიგგარეშე ხდომა იქნება და შესაბამისად რიგგარეშე ხდომების დროს და რიგგარეშე სესიის დროს სამშაბათს პოლიტიკური განცხადებები გათვალისწინებული არ არის. ამიტომ ხვალ ჩვენ პოლიტიკური განცხადებების გარეშე პირდაპირ კანონპროექტების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვით დავიწყებთ. ახლა გადავალ ახალ ინიციატივებზე, თუმცა თქვენი ალბათ აქ არ არის. არის კი ბატონო. კი ბატონო. ხო, პირველი საკითხი არის პარლამენტის დადგენის პროექტი 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში შეკრებებისა და მანიფესტაციის დროს სამართალდამცავი ორგანოების თანამდებობა 2024 ალბათ. 24 პირთა მხრიდან შეკრებების შეწყვეტისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების კანონების შესწავლით საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ ინიციატორი გახლავთ ფრაქცია საქართველოსთვის. გისმენთ ბატონო. გამარჯობათ. პარლამენტის ბიუროს დღის წესრიგი, რომელიც ზადად წარმოდგენილია ფრაქცია საქართველოსთვის ინიციატივა საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, ამ საკითხმა და ამ პრობლემამ საზოგადოებაში ძალიან დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია იმასთან დაკავშირებით, რომ მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ შესაძლოა გამოყენებული იყო აკრძალული ქიმიური ნივთიერება. სწორედ ამ საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, დღესაც საზოგადოებაში არის სხვადასხვა მოსაზრება, სხვადასხვა პოზიცია, ურთიერთგამომრიცხავი, მათ შორის ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებებიც კი, რომ შესაძლოა წყლის ჭაურში გარეული იყო აკრძალული ქიმიური ნივთიერებები. ან უბრალოდ გარეული იყო ქიმიური ნივთიერებები, რომლის კომბინაციით, პროპორციით თუ შეზავებით დადგა საკითხი, რომ გაირკვას თუ რა ზიანი მიაყენა ჯანმრთელობას. ადამიანების ჯანმრთელობას. აქ არ არის საუბარი 1 და 2 კაცზე, აქ საუბარია 10,000-ობით ადამიანზე. სწორედ საზოგადოებაში, სწორედ ამიტომ არსებობს ლეგიტიმური და გონევრული ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია საქმე გქონდეს სისტემურ დანაშაულთან. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის საზოგადოების ჯანმრთელობა არის მნიშვნელოვანი და გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოებას აქვს იმის უფლება, რომ გაიგოს თუ რა ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით, ადგილი ქონდა ვინმეს უფლებამოსილების გადაჭარბებას, ან მითითებული იყო, უბრალოდ გაცემული იყო დავალება და რაც ყველაზე მთავარია, კიდევ ერთხელ გავმეორდები, რომ ადგილი ქონდა ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზიანებას. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში საგამოძიებო უწყებების და სასამართლოს მიმართ საზოგადოებაში არსებობს დაბალი ნდობა და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხშირ შემთხვევაში სასამართლო ექცევა პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ, მაშინ, როდესაც საქმე ეხება პოლიტიკური და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს, სწორედ საგამოძიებო კომისიის შექმნა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იმისა, რომ დადგინდეს ჭეშმარიტება და ამ ჭეშმარიტების დადგენა ვფიქრობ, რომ ხელისუფლებისთვის უნდა იყოს მნიშვნელოვანი, თუ რა თქმა უნდა თვლის თავს ხელისუფლება, რომ არის მართალი და პრობლემა არ აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით. და კიდევ ერთხელ გავმეორდები და დავადასტურებ, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის რისკების იდენტიფიცირების შესაძლებლობაც რომ მოხდეს. სწორედ ამიტომ ჩვენმა ფრაქცია საქართველოსთვის
შემოვდივართ ინიციატივით, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში შეკრებისა და მანიფესტაციების დროს სამართალდამცავი ორგანოების თანამდებობის პირთა და თანამშრომელთა მხრიდან გამოყენებული სპეციალური საშუალებების კანონიერების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საკანონმდებლო კომისიის შექმნის შესახებ. ამიტომ თქვენს ბატონო თავმჯდომარე, პატივცემულო ბიუროს წევრებს გთხოვთ და მოგიწოდებთ მხარი დაუჭიროთ და რა თქმა უნდა ბიუროს შემდეგ ჩვენ კოლეგების მიმართაც საქართველოს პარლამენტის ყველა დეპუტატის მიმართ გვექნება იგივე მოწოდება და თხოვნა. დიდი მადლობა. ბატონო ირაკლი. ხო, ბატონ შალვა. ამჯერ ოპოზიციის მიმართ იმდენად თქვენც ხართ დარწმუნებული, რომ ეს სიგიჟე ხარაც დაიკითხეთ განცხადება, რომ არაფერი არ აქვს საერთო რეალობასთან. თქვენ ხმა გიკანკალებდა და მე მესმის თქვენი ის ტონალობაშიც და გამბედაობაშიც. მე არ გეჩრებოდით, თქვენ ისე იმდენი ელაპარაკეთ, არ გეჩრებოდით, არც ერთ შარკეთ, ამიტომ ომისმინე და მე პასუხი. პირველი. არავინ არ განკარგებს, არის ამაზე მნიშვნელოვანი საკითხი. ხო, მომისმინეთ საკითხი, რომ საზოგადოებას ეხება. სიგიჟე იყო ეს თავიდან ბოლომდე, ჩემზე უკეთესად იცით თქვენ, მაგრამ თქვენ ახლა გინდათ გაიправოთ თქვენი თავი, რომ პარლამენტში ხართ, რომ რაღაცას აკეთებთ და ეს არ გამოგივათ ასე და ამის უფლებას არ მოგცემთ. ახლა მოისმინეთ რეალობა რა არის. ამასთან დაკავშირებით მორიგი თემა იყო შემოგდებული და ეს თქვენ მშვენივრად იცით, BBC, რომელსაც თვითონ მთელი ცივილიზებული სამყარო უჩივის არასწორ და შეთითხნილ სიუჟეტებს ასე თქვა გამზადებაში და დაკვეთის შესრულებაში ეს ერთი მეორე იყო გარკვეული პერიოდი 3 დღე, რითაც შესაბამისი ორგანოები იყვნენ დაინტერესებული, გამოძიების ჩატარდა და კვალიფიციური დასკვნა დაიდო. არც შეძენელი ყოფილა ნაცების დროს მაშინაც, სადაც ეჭვი ჰქონდა და შესაბამისად გამოყენებული ვერ იქნებოდა. ბოლოს თქვენი მოკავშირეები ვინც არიან, ძალიან წუხვა რომ ამის თქმა მიწერთ, მაგრამ მინდა რომ შეგახსენოთ. თქვენი მოკავშირეებიც კი ბოლოს დავიდნენ იქამდე, რომ თუთიყუში გაცივდა ბუმბულიო, გაცვდა ბუმბულიო და პატრონს ვერ ცნობდა ძაღლი თუ ერთმანეთს ვერ ცნობდა. აი ამ დონეზე დავიდა თქვენი არგუმენტები. ასე რომ აქ გამოსაძიებელი არაფერი არ არის. და მესამე კიდე თემა. თქვენ აქ ბრძანეთ, რომ აი დობა არა აქვს მთავრობას. შეგახსენეთ. ევროკავშირის, ევროკომისიის დაკვეთით ჩატარდა კვლევები, სადაც იქაც კი აღნიშნულია, რომ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ საზოგადოებაში დობა იმაზე მაღალია, ვიდრე ევროკავშირის რამდენიმე 8 თუ 9 სახელმწიფოზე მეტად. და კიდე ბოლოს, არანაირი 10,000-ობით არ იყო. კიდევ ერთხელ სიცრუეს ნუავცელებთ. ყოველთვის ჩვენ ვიძულებული გავხდებით, რომ სიმართლე გითხრათ, აი ასე პირდაპირ პირში. ასე რომ საფუძველი არ არის ეს კომისია შეიქმნას და ბუნებრივია არ შეიქმნება. დიდი მადლობა. დავამატებ თუ შეიძლება. მეთომეტეს თუ ასე რღმად ხართ, ბატონო ირაკლი, დარწმუნებული, რაც თქვენ თქვით იმ საკითხებში და იმ სიტყვებში, მithumetes არა, მithumetes უნდა გამოვიძიოთ ის, რომ საზოგადოებაში ამხელა მღელვარება რო არსებობს, არსებობს და იმ საზოგადოებას რომ აქ კითხვები, ამ კითხვებზე რომ გაეცეს სრულად პასუხი და ამომწურავი პასუხი. ჩემი რიგი იყო, ეხლა მოისმინეთ შეიძლება სასარგებლო რჩევები. და რომ ჭეშმარიტება დადგინდეს და თუ გაითვალისწინებთ გამოგადგება ცხოვრებაში და მოისმინოთ 2 წუთი ძალიან გათხოვთ, იმიტომ რომ იძულებული იყავით ჩვენს გვესმინათ სადა ხანი თქვენთვის. პირველი გახარიას პარტიის წარმომადგენელი, რომ საუბრობს, რომ ადამიანების ჯანმრთელობა აინტერესებს, ეს უკვე ძალიან ცინიკურია და უნდა გრცხვენოდეთ. ეს ერთი. მეორე, როდესაც თქვენ საუბრობთ იმაზე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოკლე დროში ძალიან ეფექტურად გამოიწია ეს საკითხი და ეხლა ამის ფეიკის უკან ვინც იდგნენ, ისინიც უკვე ძალიან ნანობენ ამ ფაბრიკაციის წამოწყებას და ამ ჰიბრიდული ომს საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც იყო და თქვენ მათ კიდე ხა ფეხქვე შეგებით, ესე ძალიან უხერხულია და რჩევის რჩევა იქნება უბრალოდ ნუ გაყვებით ბოლომდე ესე კახარიას. იმიტომ რომ ბოლოს მართლა იმ თუთიყუშის როლში გამყოფებთ, რომელზეც ოთახლის საზოგადოებას გვესაუბრებოდნენ და ნუ გაიზიარებთ იმ თუთიყუშის ბედს, ამას მართლა ადამიანურად გთხოვთ. იმიტომ რომ თქვენს კარგად იცით სინამდვილეში, რომ ეს ყველაფერი არის ტყუილი. იცი რატო? იმიტომ რომ თქვენ ნერვიულობდით, ძალიან როდესაც განცხადებას კითხულობდით. თქვენ რო გურცხველი იყოთ, განცხადებას კი არ წაიკითხავდით, რიხიანად ზეპირად იტყოდით ყველაფერს. მაგრამ იცით, როდის ნერვიულობს ადამიანი, როდესაც იცის, რომ მართალი არ არის და უხერხულ თავისი შინაგანი ბუნებისთვის მიუღებელ დავალებას ასრულებს. აი მაშინ და ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ფიზიკურად არა, მორალურად უკვე მართლა იმ თუთიყუშს მსგავსებით, ხვდებით? ამიტომ ცოტა მართლა დაფიქრდით და ისე
იაზრუნი და ისე ოპონირებაში იყავით ამ ქვეყანას რომ მოუხდება, თორე თვითონ თქვენ უფროს რომელიც გაქცეულია იმაში, რა ქვია, გერმანიაში და უცხო ქვეყნის რეზიდენტი არაფერი აღარ ეშველება და ნუ გაიზიარებთ მის ჩემი რჩევა იქნება. ჩემი რჩევა იქნება კიდევ რომ ჩვენს უფროსზე თქვენ უნდა აღლობთ ბატონო შალვა აქ ბატონო შალვა ეს უკვე დაფიქსირებულია რომ გახარიას ესენი უფროსად თვლიან. ნუ ცხადია ახლა როდესაც სოციალური ქსელი ჩათით გაიგეთ რომ პარლამენტში უნდა შემოსულიყავით უფროსად ჩათვლით რა თქმა უნდა. დამოკიდებულება უბრალოდ ძალიან ხელმძღვანელია. გიდასტურებთ რომ ჩვენი პარტიის ხელმძღვანელია ბატონი გიორგი გახარია და თქვენ გიორგი გახარიაზე ნუ დარდობთ, ნუ ნაღლობთ. გიორგი გახარია მოვადრო ჩამოვა და დაამტკიცებს იმ სიმართლეს. მოვა და დაძგება სასამართლოს წინაშე. კი, სასამართლოს წინაშე დაამტკიცებს. სულ მოუთმენლად ველით მის ჩამოსვლას. თუ მამაცია უნდა ჩამოვიდეს. რა შეიძლება კიდე საკითხი არის ის, რომ სწორედ ის პრობლემა, რაც რეალურად საზოგადოებაში არსებობს, ამ საკითხთან დაკავშირებით და დიდი ვნებათა ღელვა, რა თითოეულ ქართველს აწუხებს, არა? აი თუთი კარგით, მეგობრებო, გავიგეთ, ეხლა ჩვენ შინაარსობრივ განხილვაში გავდივართ, ამის სხვა გვექნება შესაძლებლობა პლენარულ სტომაზე თქვენი საკითხი გამოიტანოთ. ორ რამეს ვიტყვი. პირველი, ბატონ შალვა, როდესაც საუბრობთ საზოგადოების სახელით, ისაუბრეთ თქვენი სახელით, საზოგადოებას ნუ ეფარებით და ნუ ცდილობთ ისე წარმოაჩინოთ, რომ რაღაცას უნდა საზოგადოება. თქვენ თუ გაინტერესებთ, თქვენი სახელით ისაუბრეთ. რაც შეეხება საზოგადოების სახელით საუბრას, მე შეგახსენებთ, რომ შაშან საპარლამენტო არჩევნების დროს თქვენმა პარტიამ მიიღო 160,000 ხმა, 7.9%. და წელს ადგილობრივი თვითმმართველობის დროს თქვენ მიიღეთ 50,000 ხმა, მესამედი იმ ხმისა, რაც მანამდე ჰქონდათ მიღებული, ასე რომ საზოგადოების სახელით რამდენად შეგიძლიათ საუბარი, ყოველ შემთხვევაში თქვენივე ამომრჩეველმა თქვენი პოზიციების გამო რა გაჩვენათ, რომ 3.9% აიღეთ ამ არჩევნებზე, ეს გამოჩნდა, ამიტომ არ არის საჭირო საზოგადოების სახელით საუბარი, თქვენ ფრაქცია ხართ, თქვენ სუბიექტი ხართ, ვისაც შეუძლია დააყენოს საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი, აქვე განმარტავ, რომ საზოგადოების უცებ მათ შორის საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის დაყენება შეუძლია ფრაქციას მათ შორის, რაც შეეხება გადაწყვეტილების მიღებას, საჭირო არის 50 ხმა გადაწყვეტილების მისაღებად პლენარულ სხდომაზე. მეორე საკითხი, რაც შეეხება ნდობა არ ნდობის საკითხს, კიდევ ერთხელ გამოძიება ჩატარდა და შესაბამისი შედეგები გასაჯაროვდა, სწრაფად ჩატარდა, ძალიან გამჭვირვალედ ჩატარდა, ბევრი ადამიანი იქნა გამოკითხული და შედეგები დაიდო. ეჭვი აღარავის ეპარება უკვე რაც შეეხება იმ მთავარ სიცრუეში, რაც ჰედლაინად, რაც იყო მთავარი მიზანი BBC-ს ცილისწამებული სიუჟეტისა, რომ ჰედლაინის იკითხო აღარავინ უკვე შინაარსში აღარ შესულა. მთავარი იყო გამოეტანოთ ჰედლაინი, რომ ვითომ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს საქართველოში, თითქოს საქართველო ყოფილიყო პირველ მსოფლიო ომში წამომწყები ან დიდი მონაწილე, ან თითქოს ქიმიური იარაღი ვიღაცის კი არ ყოფილიყო, ჩვენი გამოგონილი ყოფილიყოს და თითქოს ჩვენ გამოგვეყენებინოს პირველ მსოფლიო ომში ქიმიური იარაღი და არა თუნდაც იმ ქვეყანას, რომელსაც ზოგიერთები წარმოადგენენ. და ეს ცილისწამება ხილებული იქნა, კიდევ ერთხელ არავის არ აქვს მათაც კი ვინც ეჭვები გამოთქვეს და ჭორებს აყოლე, მათაც კი თქვეს, რომ არა, მათ არანაირი მტკიცებულება არ აქვს და მხოლოდ ვარაუდები იყო ეს ერთი. და მეორე, ნდობასაც შეეხება პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, აგერ არის გამოძიება, აგერ არის მისი შედეგები, რელევანტურ საერთაშორისო ინსტიტუციებს თუ ეკნებათ რაიმე კითხვა, მზად არის ხელისუფლება, რომ მიაწოდოს ყველა შესაბამისი ინფორმაცია. და რა და მე მგონი ამაში ყველა დარწმუნებული, რომ იმდენი მტერმოყვარე გვყავს გარეთ სხვადასხვა ინსტიტუციებში, თუ კი ვინმეს რაიმე პრეტენზიის გამოთქმა უნდა, ძალიან ადვილად აიღებენ ამას როგორც შესაძლებლობას იმისთვის, რომ ჩაეძიონ საკითხს. ასე რომ აბსოლუტურად ღია იყო გამოძიებაც, გამჭვირვალე იყო გამოძიება და გამოძიების შემდეგაც ღია არის ხელისუფლება ითანამშრომლოს რელევანტურ საერთაშორისო ინსტიტუტებთან, თუ კი რაიმე ინტერესი არსებობს. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის საკითხს, კიდევ ერთხელ თქვენი უფლებაა დააყენოთ, ხომ პლენარულ სხდომაზე გამოიტანოთ ეს საკითხი, კენჭისყრა იქნება და შემდეგ პარლამენტი გადაწყვეტს ამ საკითხს. შემდეგ საკითხსაც შეეხება სამხალხო უსაფრთხოების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.
გამარტივებული წესით განხილვის მოთხოვნა, თუ შეიძლება ამაზე იმშევ და მიიღოთ გადაწყვეტილება, რაც შეეხება წამყვან კომიტეტს, თავდაცვის უსაფრთხოების კომიტეტი შემოთავაზეთ. კი ბატონო, ჩვენ რამდენიმე საკითხი გვექნება გამარტივებული წესით მათ შორის დაჩქარებული, გათვალისწინებით იმის, რომ ვადებს ეხება ბევრი საკითხი, ამიტომ გთხოვთ ხარდაჭერას გამარტივებული წესით გასახილვად. მადლობთ. შემდეგი არის სისხლის საფრთხის კოდექსის ცვლილება. პაკეტი გახლავთ, დაჩქარებული წესით განხილვა აქ მოთხოვნილი წამყვანი იურიდიული სავალდებულო ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტს. დიახ. მადლობა ბატონო თავმჯდომარე, გამომდინარე იქიდან რომ დაჩქარებული წესით განვიხილავთ და აღნიშნულ საკითხს და ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი, რომელიც მომზადების პერიოდში გავლილი იყო და შეჯერებული იყო ყველა რელევანტურ უწყებასთან. ვფიქრობთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წამყვან კომიტეტზე განხილვა საკითხი საკმარისი იქნება და თუ ჯანდაცვის კომიტეტს რა თქმა უნდა ექნება შენიშვნები, ვიმსჯელოთ აღნიშნულ საკითხსაც. კი ბატონო, არა ვარ ცნობილი ბატონო შევსწავლეთ. ხო, იმის გათვალისწინებით რომ რიგაში შესაძლებლობები არის და ეფექტიანად რომ ჩატარდეს ყველა კომიტეტი, კომიტეტს ჩართული არის იყო ის რაც პროექტის განხილვაში და თუ ინტერესი არის კომიტეტის სხდომის ფარგლებში შეგიძლიათ ჩაერთოთ, ამიტომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განსაზღვროთ მხოლოდ კომიტეტად და დაჩქარებულზე გთხოვთ ხარდაჭერას. მადლობა. შემდეგი სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილება. დაჩქარებული აქაც მოთხოვნა წამყვან იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. დიახ, გისმენთ. მადლობა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებითაც იურიდიული კომიტეტის და ადამიანის უფლებათა კომიტეტების ჩართულობით მომზადდა აღნიშნული კანონპროექტი და კომიტეტებს ჰქონდა ერთმანეთთან კომუნიკაცია. გვთავაზობთ, რომ ადამიანის უფლებების კომიტეტი იყოს წამყვანი კომიტეტი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის კოდექსშია, გამომდინარე იქიდან, რომ საკითხი ეხება იმ შემთხვევებს, როდესაც არასრულწლოვანები სრულწლოვანი პირების მიერ ჩართულები არიან დანაშაულებში და გამომდინარე იქიდან, რომ მსგავს საკითხთან დაკავშირებით უკვე განიხილავს და წამყვან კომიტეტის მესამე მოსმენის ფარგლებში უკვე განხილული არის ის შესაბამისი ინიციატივა უფლებების კომიტეტში, ვფიქრობ, რომ უფრო რელევანტური იქნება უფლებების კომიტეტზე აღნიშნული საკითხის განხილვა. თუ რა თქმა უნდა, ბიუროც დაგვეთანხმება. კომიტეტის პოზიცია. დიახ, ჩვენი კომიტეტის თანახმა არის ბატონი არჩილის მიერ შემოთავაზებული ვერსიით, მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის კოდექსში შედის ცვლილებები, რაც პირდაპირ არის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის რელევანტურობის ქვეშ, ვინაიდან ჩვენს კანონთან კონფლიქტში ყოფ არასრულწლოვანებთან დაკავშირებით გვაქვს ინიციატივა, რომელსაც ამ რიგარეშე სესიაზე მესამე მოსმენით მივიღებთ, სინქრონულად მოხდება ორივე საკითხის განხილვა, ვინაიდან ეს ჩვენი საერთო პოლიტიკის განცხადება არის, რომ ერთის მხრივ ვცდილობთ, რომ და შექმნით იმ ზომებს, რომ არასრულწლოვანები მაქსიმალურად დავიცვათ კრიმინალურ საქმიანობაში ჩართულობისაკენ და მეორეს მხრივ ნებისმიერი ის, ვინც ეცდება და ამ განსაკუთრებით ამორალური დანაშაულს ჩაიდენს, რაც დანაშაულებრივ საქმიანობაში არასრულწლოვანთა ჩართვა გამკაცრდება სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით პასუხისმგებლობა მათ მიმართ და ერთიანად სინქრონულად მივიღებდით ორივე მიმართულებას. კი ბატონო, მაშინ ადამიანის უფლებათა კომიტეტი განსაზღვროთ წამყვან კომიტეტად და ხარდაჭერას გთხოვთ დაჩქარებული წესით განხილვას. მადლობთ. შემდეგი შეზღუდული შესაძლებლობებით მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონში ცვლილება. ეს ჩვეულებრივი წესით განიხილება თემატიკიდან გამომდინარე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი წამყვანი განათლების, ეკონომიკის და ჯანმრთელობის დაცვის სავალდებულო დასკვნისთვის. კი ბატონო, გადაეცემა შესაბამის კომიტეტებს. საავტომობილო გზების შესახებ კანონში ცვლილება. დაჩქარებული მოთხოვნა ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წამყვანი კომიტეტი. კი ბატონო, გთხოვთ ხარდაჭერას დაჩქარებულად განხილვაზე. მადლობა. საბაჟო კოდექსში ცვლილება. აქ გამარტივებული წესით მოთხოვნა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი. კი ბატონო, გთხოვთ გამარტივებულზე თანხმობას. მადლობა. კოლხეთის დაცული ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ კანონში ცვლილება. აქ დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნა გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი. კი ბატონო, მთავრობის საპარლამენტო დივანს გთხოვთ. მოგესალმებით. ეს ინიციატივა მომზადდა კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე გარკვეული დასაშვების საქმიანობების კორექტირების მიზნით, თუმცა ინიცირების შემდეგ გამოიკვეთა დამატებითი კონსულტაციების საჭიროება, თუ შესაძლებელია, რომ დაჩქარებულის გარეშე იქნეს მხარდაჭერილი და შემდგომი მსვლელობა მიეცეს ჩვეულებრივი წესით. კი ბატონო, მაშინ გადავსვით გარემოს დაცვის კომიტეტს და ჩვეულებრივი წესით იქნება განხილვა. შემდეგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ კანონში ცვლილება. თავდაცვის და უშუალოების უსაფრთხოების კომიტეტს აქაც დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი. კი ბატონო, გთხოვთ ხარდაჭერას. მადლობა. შემდეგი ადმინისტრაციულ სამართალდაღოვათა კოდექსში ცვლილება. აქაც დაჩქარებული განხილვის მოთხოვნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. კი ბატონო, გთხოვთ დაჩქარებულს უყაროთ კენჭი. მადლობა.
საორგანიზაციო საკითხები გვაქვს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მომართვა ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონმდებლობის შეტანის თავობაზე ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ ახალი ვადა გადავადებაა საგაზაფხულოსთვის, თუმცა იქ გამარტივებულზე ხელახლა იქნება გადაწყვეტილება მისაღები. კი ბატონო, კარგით, გადავავადოთ მაშინ ხარი და უჭიროთ. მადლობა. შემდეგი ასევე ჯანდაცვის კომიტეტის მომართვა აქ რაც შეეხება უბრალოდ წინაკვირა იყო პლენარულ სხდომაზე მოსმენის თარიღი და შესაბამისად ახალი თარიღი იქნება დასაკონექტებად. მესამე საკითხი ჯანდაცვის კომიტეტია, მეოთხეც ვადის გაგრძელება. ესე იგი მესამე, მეოთხე საკითხებზე ვთხოვთ ხარდაჭერას, რომ ვადა გახანგრძლივდეს. შემდეგი გახლავთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა, აქაც ვადის გაგრძელება 6 თვით ადმინისტრაციულ სამართალდაღალატო კოდექსის ცვლილებასთან დაკავშირებით, აქაც ვთხოვთ ხარდაჭერას, მადლობა. შემდეგ გახლავთ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დადებითი დასკვნა პეტიციასთან დაკავშირებით და განსახილველად თემოვანი დისტროფიის პაციენტთა საჭიროებებთან დაკავშირებით. გადაეცემა ჯანდაცვის კომიტეტს შესაბამისად. შემდეგი ინფორმაცია საპროცედურო საკითხთა კომიტეტისგან მიმდინარე მოწვევაში საქართველოს კანონმდებლობის გარდამავალი დებულებების განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობასთან დაკავშირებით, ასევე ინფორმაციული ხასიათის პუნქტი დღის წესრიგში, რომელიც ეხება ასევე დავალებების ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით განსაზღვრულ დავალებების შესრულებას და ბოლო საკითხი გახლავთ საპროცედურო კომიტეტის ინფორმაცია პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ. სხვა საკითხები თუ არ არის, რიგარეშე სხდომის დანიშვნასთან დაკავშირებით მიმართავ დღეს პრეზიდენტს, დღის წესრიგი უკვე ეს საკითხები, ზოგიერთი ეს საკითხი და მიმდინარე განსახილველი საკითხები უკვე ერთობლივად ჩაისმევა რიგარეშე სხდომების დღის წესრიგში, დაგეგზავნებათ. ხვალ ბიურო დაგჭირდება, 12-ს უნდა აკდება 15 წუთი და 12 საათზე უკვე იქნება რიგარეშე სხდომა, დღევანდელი სხდომა დახურული.